და მამის ესეთა სუიციდს. ყველას გისამძიმებ პატრიარქის გარდაცვალებას. გვეთიცვეთ არ ჩვენ დაბადებას, ჩვენ გარდაცვალებას. აი ბასილი დიდის სულიყო მეგონი 54 წელს როცა ეყვანა მეთვალა. პატრიარქი შეიმატა სეცშულ ეკლესიას. და უყვართ არამატო საქართველოში, არამედ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში და არამართლმადიდებლებსაც უყვართ. და რატომ? იმიტომ რომ როცა აი იყო წმინდაში რომ თუ მარტო ქრისტიანები გიყვარსო, ეს მოყვარეები გიყვარსო, არახარო ქრისტიანები და პატრიარქი იყო სიყვარული არამარტო მოყვარეების, არამედ მტრებისაც კი, რაც სულ კომოჩუისოვიდან მოყოლებული, სულ ესე იგი რამდენი მტრები ყავდა, მაგრამ მაგათთვის ლოცულობდა, რატომ? იმიტომ რომ მასში იყო მართლი და ჩვენ კიდე ასე ვინც ესაც გული დაწვედა წუხარებით რას მიუმატებ ახალებას მიუმატებ რეალობას ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ დედამიწა არასდროს არ იქნება 60. დედამიწა არის 60-დან კანდები და ობა დაგვიწერია მოთმინები და შენი და მოიპოვეს უშენო და ამაში გეხმარება ლოცვა და მარხვა. პატრიარქ მარას დააძესა შვიცის ლოცვები თუ პატრიარქი იყვარ შეასრულეს ილოცეს. პირველი ძროხა 12-იანი წაიკითხე, 7-იანი იყო 6-იანი წაიკითხე. ხშირად უნდა ილოცო და ხშირად მოგასწრე დიდი წმინდა მამის მაგალითი 15 წელს უკან თქვა რომ დიდი ომი იქნებაო მესამე მსოფლიო ომზე წინასწარმეტყველდა და ყველა მილოცეთო ხშირადო წმინდა ომეთო, წმინდა ვაზირო, წმინდა უდავში გვიწანში 23 ჯერ. ახლა წმინდა ომეთო სიტყვითო, მამოიშენო სიტყვითო, მეთო გადააშენ საქართველოს სიტყვითო. პატრიარქის მიერ შედგენილ ლოცვას მნიშვნელოვანია ვილოცოთ გულით, სულით და ხშირად მოყავს იოანე დამასკელის მაგალითი. ხელი გონჯა, უნდა მოჭრი როგორც მოღალატეს და ილოცებს ქიშობის რადეცი და გამომთიანდება ხელი, რო ელოცოთ არჩებოდა როგორც მოღალატე, როგორც და ფიზიკურად ესე იგი ცალხელა. გამოშველა ლოცვა და იყიდება იოანე დამასკელის წიგნები. ხშირად მოყავს იოანე დამასკელის მაგალითი, რომ არც მე არ თქვენ აზრად არ მოგვივარო ხელი რომ კონდეს მოჭრილი, რომ თხოვოთ ქიშობას. შემწეობა წმინდანებს და რაც შეეხება პავლე მოციქულს, პავლე მოციქული ამბობს, რომ ილოცეთო ჩვენ ახლა მოციქულთა თავი, ამიტომ 40 დღემდე ჩვენ ცხოვრა უნდა მოვისმენო პატრიარქი. და პატრიარქი აგეს იბეწვება, მაგრამ თუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ილოცეთო, ესე იგი ყველა შეიძლება ლოცვა. ჩვენს თვითონ სანთელი დავამტო და ვილოცოთ პატრიარქის წინდა. როგორც თქვი ესე პატრიარქი შეცვლილ ეკლესიას შეემატა და იქიდან შეგვეწევა და გირჩევთ ყველას რაღაც გაუგებარი საკითხები რომ არის დედამიწაზე და ყოველთვის იქნება რაღაცა ისეთი რომ რაც გაუგებარია და იყიდება ეპისტოლეები საშობაო და სააღდომო რაც პატრიარქი არის იქიდან მოყოლებული საშობაო და სააღდომოები დიდწინა და გამოსცემული და არამედ თუ ვეღარ გებულობთ და გონიათ რომ სამართლობა დედამიწაზე იქ ბევრ ამას ყველაფერს პასუხს მიიღებთ საშობაო და სააღდომო ეპისტოლეებში პატრიარქის და ჩვენ დავიცოდეთ რომ დედამიწა არასდროს არ იქნება 60 როგორც თქვი ისე ეს წერია სახარებაში მე რა ვთქვი სახარებაში ჩვენ გლები რას ვამბობთ იმას რაც სახარებაში წერია და ვინც და მოვადრო ყველა საწუნოება გაერთიანდება და ეს იქნება ტყუილიო ეს სახარებაში წერია იმიტომ რომ მე როცა ლოცულობ არა მარტო მართლმადიდებლებისთვის არამედ ლოცულობ მუსულმანებისთვისაც ებრაელებისთვის საწუნო ადამიანებისთვისაც მაგრამ რატო ვეწინააღმდეგები ერთად ლოცვას იმიტომ რომ მე მჯერა იმისა მწამსი თუ უნდა იცოდეთ ყველა ქრისტიანმა დიდი ლოცვაში მწამსი მოკლედ გამოხატულია შინაარსის საწუნოებისა ის და ამიტომ წირვა ლოცვაში ვერ ვეხსენებს სხვას იმიტომ რომ ვიცავ იმ სწავლებას რაც წერია მწამში და ეს ეცვიცის გადამოსვლა ასევე მდინარე იორდანეს უკან დახევა ხდება მარტო მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვის შემდეგ ამით ხილული სასწაულებით მეტი გვიჩვენებს რომ რაც მჯერა ეს არის ჭეშმარიტება ეს საიდან კიდევ ვიცი რომ ჭეშმარიტება მართლმადიდებლობა კიდევ ვიცი რამე თუ ქართველი ვარ და პირველ საუკუნეში სამოციქული იყო და მეოთხე საუკუნიდან სამოციქული გერმა მართლმადიდებლობა ხედავ პრაქტიკაში როგორც ხდელი 99 წლიდან
ექვიდან ჩამოწერილი ბევრი ფილზე დამდგარა 7 ზედისხები. ექვიდან ჩამოწერილი აღსარებას ზიარებით განკურნებული აგერაჟი ცოცხალი მაგალითი დავით კანტარია ადგილში განიკურნა მეოთხე სტადიის ისინისგან ყოველდღე ზიარებით ასეთი შემთხვევები ბევრი მაქვს ასევე ხედავთ ეს მართლმადიდებლობა არა ამათო ტრადიცია ქართველთა ეს არის რეალობა ჭეშმარიტება და თვისმადი და თვისწყალობა არ მოგაგოთ ღმერთმა ჩვენთანაც არ დაიყოს